უკვე ასე ვთქვათ რესურსი არ ქონდა. აქედან გამომდინარე პარლამენტში შევარდნაც უკანონო იყო, მაგრამ იმ ხელისუფლებას არ ქონდა საშუალება რომ ვთქვათ როგორმე მოეხდინა ამის განეიტრადება. შესაბამისად წავიდა და ეს ხელისუფლება რატო არ სამართლესო, ვინც შევარდა იქ. ვინ უნდა გაასამართლოს? სააკაშვილი თავის თავს ვერ გაასამართლებს და ახლა თუ ვინმე გაასამართლებს მე და გაასამართლებს. მართავს საქართველოს ჭკვიანი ხელისუფლება თუ უმჯობესი იქნებოდა უფრო ჭკვიანი? რა თქმა უნდა უმჯობესი იქნებოდა უფრო ჭკვიანი ხელისუფლება. და თუ ამის მერე უფრო ჭკვიანი გვეყოლება, კიდე იმაზე უფრო ჭკვიანი ჯობია რომ პალერმოელის კითხვარი ახლოვდება დიადი 22 დეკემბერი. ანუ ამ შემთხვევაში მე მგონი პასუხი გაეცა იმ მოვლენების შეფასებას და ხელახლა მოbrunებას აზრი არ აქვს. Citizen ერთ-ერთი საუკეთესო ჩემი აზრით იუზერი. თქვენი აზრით რა ტიპის და იდეოლოგიის მატარებელი ძალები ეგ პერსონალიებზეც გამოთქვათ ვარაუდი მოგვევლინება ამჟამინდელ ხელისუფლების თავარ ოპონენტად 2012 წელს. მე ვფიქრობ ის ძალები რომლებიც იყვნენ 2010 წლის მაისის არჩევნებში. ეს არის თარგამაძის პარტია და ეს არის ალასანიას პარტია. სხვა პარტია ვერ განვიხილავ სერიოზულად ყოველ შემთხვევაში. თვითონ ხელისუფლების შიგნით ხوار არ არის გამორიცხული რომ ხელისუფლების შიგნითაც რა ჩამოყალიბდეს. თუ თქვათ არის ყოველ შემთხვევაში მე წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ არის ამაზეც ალბათ საუბრები და რაღაცა მსგავსი რაღაცა იქნება. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ყველა ის პარტია რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი იქნება დასავლური სტილის პარტია.